გრძელდება ჩვენი მოგზაურობა გერმანიაში, სოფელ რამინგემში ვართ, ერთ ძალიან პატარა და კოხტა სოფელში. ჩვენი მასპინძელი ირინა ფალავანდიშვილია, რომლის დახმარებით დღეს გავიცნობთ სოფლის ფერმერებს, გავიზიარებთ აქ მცხოვრებთა ყოველდღიურობას და რაც მთავარია, ვეწვევით კიდევ ერთ ქართულ რესტორანს, რომლის მფლობელი წარმოშობით ბათუმელია. მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველოდებ, ასე რომ გამომტევით. გზა საიმპერატორო ქალაქიდან სოფლამდე არც ისე შორია. ჩვენ ქალაქ ულმში მოგზაურობის შემდეგ გეზი სოფელი რამინგემისკენ ავიღეთ. ეს სოფელი ულმიდან 23 კილომეტრით არის დაშორებული. სოფელი რამინგემი ერთ-ერთი ძველი და ტრადიციული სოფელია სამხრეთ გერმანიაში. გამორჩეული არქიტექტურის სახლები, მოწესრიგებული გზები და განვითარებული სოფლის მეურნეობა. ეს ყველაფერი სოფელში შესვლისას მალევე აღიქმება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია დრო, მაინც გამონახა ჩვენთან ერთად სამოგზაუროთ. ქალბატონი ირინა ფალავანდიშვილს სოფელ რამინგემთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. აქ მას ყველა იცნობს და მეზობლებსაც ის ძალიან უყვართ. ნათი, აი მოგიყვანე ხა ჩემ მეზობლებთან. როგორც საქართველოში მეზობელს ძალიან დიდი როლი აქვს. მით უმეტეს სოფელში. ასეთი დიდი როლს თამაშობს ძმათა სახლი, აი ხედავ, ძმათა სახლია გერმანელების. ძალიან ახლო ჩემი მეგობრები არიან. ალფრედი და ბერნი დოთლევები, ესენი არიან ამ სოფელში ძალიან კოლორიტული ფერმერები. თაფლის მწარმოებელი, აი შეხედე რამდენი სკა არის. სათბური აქვს თავისი, ეწევა სოფლის მეურნეობას, მის მოყვანილი სალათის ფოთლები სხვანაირად გამოიყურება. ძალიან საინტერესო ოჯახია, ძალიან კარგი დადებითი აურის პატრონები არიან. წარმოიდგინე, აი ხა რომ გახედავ, სულ რაღაცა 60 მეტრიც არ ყოფს ჩემი რესტორნიდან ამ ადამიანებს. როგორც ერთი ოჯახი ისევ ცხოვრობთ. აი პირველი გერმანელები არიან, სადაც შემიძლია ვთქვა ხახვი რომ დამაკლდება ხოლმე და კვირაობით ყველაფერი დაკეტილია. მივდივარ ხოლმე ამ ოჯახში და ედიც აგერ, ჰაი ედით. ყოველთვის აქვს ჩემთვის რაღაცა ისეთი განსაკუთრებული, სულ მომარაგებული და მეუბნება არ ინერვიულო, კი დღეს ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ მე ჩემი სათბურიდან მოგაწვდი. მაშინ მოდი ვესტუმროთ. ვესტუმროთ აუცილებლად, ედიტი კი. Hi, hallo, hallo. Es არის ჩვენი ედიტი. Hi, Edith, hallo. Wie geht's, Edith? Hi, Alfred. Hallo. Hi, es არის ჩვენი Alfredi, Natia. ალფრედ და ედით დოთლერები ძირძველი გერმანელები არიან. ისინი წლებია ამ სოფელში ცხოვრობენ და სოფლის მეურნეობას მისდევენ. სახლში ამზადებენ ყველაფერს. აქვთ ნატურალური თაფლი. ბოსტანი, სადაც მოყვანილი ბოსტნეულით მეზობლებსაც ხშირად უსარგებლიათ. Klein von Pike auf mitbekommen von meinem Vater. მეფუტკრეობა ოჯახური ტრადიციაა. თავიდან მამაჩემს 2 ფუტკრის ოჯახი ჰყავდა, მე გავაგრძელე და ახლა 15 ოჯახს ვუვლი. ძალიან მომწონს ეს საქმიანობა. ყველაფერი ნატურალური მაქვს. ჩემთვის წარმოუდგენელია ცხოვრება ქალაქში. სოფელი ძალიან მიყვარს. აქ დიდი სივრცე გვაქვს, საკუთარი ეზო, ბაღი და ნარგავები. ქალაქში კი ყველაფერი შევიწროვებულია. ულამაზესი ეზოდან სახლში გადავინაცვლეთ, სადაც სპეციალურად ჩვენთვის მომზადებული ტკბილეული ჰაკლი დაგვახვედრეს. ჩვენ ძირძველი გერმანელები ვართ. ჩვენი ტრადიციის მიხედვით ეს ტკბილეული სოფელში მოსულ სტუმარს აუცილებლად უნდა მივართვათ. ასევე მოგვიმზადეს ტრადიციული კერძები, თუმცა მათ დაგემოვნებამდე გადავწყვიტე ქალბატონ ედითთან ერთად ფუნთუშების გამოცხობაში მიმეღო მონაწილეობა. ქალბატონი ედითი ახლა გვიმზადებს უგემრიელეს ტკბილ ფუნთუშებს, რომლის ცომი სპეციალურად ჩვენთვის მოამზადა და დარწმუნებული ვარ, ძალიან გემრიელი ფუნთუშა გამოვა და დავაგემოვნებთ. რა თქმა უნდა, გაგვიზიარებს რეცეპტსაც.
ცომი უკვე მოუზილე და ახლა გაჩვენებ თუ როგორ ვამზადებ უგემრიელეს ფუნთუშებს. 4 კოზი შაქარი, 4 ცალი კვერცხი, საფუარი და ფქვილი, იმ რაოდენობის რომ ცომი იყოს ფაფუკი. ცომს ვზელთ რძეში და არა წყალში, რაც მის სირბილეს უფრო მეტად უზრუნველყოფს. მოზრდილ ცომს ვასვენებ ხოლმე 3 საათით, რომ კარგად ამოფურდეს. მე ეს ცომი დილით მოვზილე და ახლა დავიწყოთ გამოცხობა. ფენები კარგად უნდა გავიყვანოთ. შემდეგ კი მოვამზადოთ გლაზური, რასაც სჭირდება დარბილებული კარაქი, დარიჩინი და შაქარი. დარიჩინს მე თვითონ ვამზადებ. ესე იგი, ქალბატონმა ედითმა ახლა კარაქი და დარიჩინი უნდა აურიოს ერთმანეთს, რომ შემდეგ მოამზადოს გლაზური, რომელსაც ცომზე მოусვამს და შემდეგ რა თქმა უნდა გამოვაცხობთ ამ ყველაფერს და მივირთმევთ, ნახოთ აბა როგორი ფუნთუშა გამოგვივა. კარაქი დარბილდა, რაც მთავარია. ახლა ავუძიოთ. დიახ, დარიჩინს. Цукор dazu. ეს ყველაფერი უნდა გამოვიოთ. აჰა. გამზადებული მასა წავუსვათ ცომს და მოვახვიოთ. დავჭერთ ჩვენი მომზადებული ცომი და სულ რაღაც რამდენიმე წუთში გამოვაცხობთ და იქნება მზად ის უგემრიელესი გერმანული ფუნთუშები. სანამ ჩვენი მომზადებული ფუნთუშები გამოცხება, ოჯახის უფროსმა სუფრასთან მიგვიპატიჟა. მოგვართვა ტრადიციული უგემრიელესი სასმელი და გაგვიმხილა, რომ წინ კიდევ რამდენიმე სახეობის კერძის დაგემოვნება გველოდა. ესე იგი, 8 წლის დაძველების ჭაჭა და ჰანქლეში არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ძალიან გემრიელი და სპეციალურად მომზადებული ძვირფასი სტუმრისთვის, რომელიც ჩვენ დაგვახვედრეს ამ ძვირფასის ოჯახში და მე მინდა გაუმარჯოს გერმანელებისა და ქართველების ურთიერთობას. და მეგობრობას. აი ამ სადღეგრძელოთი გიმეგობრდებით თქვენ. Auf Freundschaft, megობრებო. ღვინოს, რომელსაც ჩვენ ახლა მივირთმევთ და ასე სიამაყით დაგვისხა ბატონმა ალფრედმა, არის მის მიერ გაკეთებული, ასე ვთქვათ, ამ სოფელში არის პატარა მეღვინე ეს ადამიანი, თვითონ ყვება რომ 45 წლის წინ თვითონ შემოიტანა პირველად და გააშენა ყურძნის ჯიში. მაგამდე რამინგენი სოფლისთვის ყურძენი ძალიან უცნობი რამე იყო და არა მარტო გააშენა, მერე დაიწყო გამოხდა ჭაჭის და ღვინის გაკეთება. ხშირად სტუმრობს ხოლმე, ძალიან გავს ხოთაშორის გემოვნებით საფერავის ღვინოს, ძალიან ჩამოგავს და მე ძალიან მიყვარს ამ ოჯახში სტუმრობა, ხშირად და მიყვარს ამ ღვინის დაგემოვნება. თუმცა თვითონ ამბობს, რომ ჩვენნაირი ღვინო სოფლიოში არავის და არა აქვს და არც გაუსინჯია არასოდეს. გაგვიმარჯოს, ოპა. ბაბუა გიორგის. გიორგი ქვია კი ბატონი გიორგი, ბაბუა გიორგის. ასე შარშან წინ მიულოცეთ 90 წლის თავი.
რახან ასე სიურპრიზებით სავსე ოჯახს ვესტუმრეთ და ესე ტკბილად დაგხვდნენ, რა არ შემეძლო რომ ჩვენც არ ჩამოგვეტანა საჩუქარი საქართველოდან. ეს არის რახან მე ღვინია დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდება, ეს არის ქართული ღვინო, რომელსაც ოჯახის უფროს ვაჩუქებთ სიამოვნებით და ასევე მინდა მე თქვენ გადმოგცეთ უგემრიელესი, ძალიან ჩვენი ტრადიციული, აი ეს არის ჩურჩხელა. Yes, it's our traditional sweet. And you should try it. It's very popular in our country, and with wine it's better. I hope yes you like it. Yes, I like it. მართლაც ძალიან სასიამოვნო იყო დოთლერების ოჯახში სტუმრობა. აქ ყველაფერი გემრიელი იყო. დროის სიმცირის გამო დავემშვიდობით და გავაგრძელეთ სოფლის დათვალიერება. სოფელ რამინგემში კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, აქ მოსახლეობა ძირითადად ფერმერობით არის დაკავებული, ისინი მისდევენ მესაქონლეობას, მებოსტნეობას და მეხილეობას. მკაცრი კლიმატური პირობების გამო აქ საგაზაფხულო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ფერმერები უკვე ემზადებიან და ჩვენ ახლა გავიცნობთ ერთ-ერთ ფერმერს, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს და დიდი ხანია ფერმერობით არის დაკავებული. ხარი, გამარჯობა. Hello. 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 How are you? Very good. Good. Yes. 30 ჰექტარ მიწის ნაკვეთს განსაკუთრებული შრომა სჭირდება. თუმცა ბატონი ჰარი შრომას არ გაურბის და ცდილობს აქტიურად იყოს ჩართული ფერმერულ საქმიანობაში. წელია ფერმერი ვარ. ეს მიწის ნაკვეთი მამაჩემისგან მერგო მემკვიდრეობით. ძალიან მიყვარს სოფელი და შრომაც არ მეზარება. თითქმის ყველაფერს ვთესავთ, რაც ჩვენს მიწაზე ხარობს. მოსავლის აღებას ყოველი წლის აგვისტოში ვიწყებთ. მოყვავს სიმინდი, ხორბალი, კარტოფილი და შემდეგ ამ ყველაფერს ერთად ვაბარებთ. 61 წლის ვარ და ვხედავ ფასი უკვე აღარ აქვს შრომას, მაგრამ მე სხვაგვარად არ შემიძლია. როცა სოფელში ცხოვრობ, უნდა იშრომო. სოფელ რამინგემში სეირნობისას კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი გავიცანით. ინგოლფ ალექს ჰეიგი. ასე ქვია ქალბატონი ირინას სტუმარს, რომლის მამა თურმე ქართველი იყო. მან ეს ყველაფერი კი რამდენიმე წლის წინ შემთხვევით გაიგო. ნათი საყვარელო ჩვენ ხელთ გვაქვს ძალიან ისტორიული სიუჟეტი, ისტორიული ფრაგმენტი, წიგნი. ეს არის ქართველი ჯარასკაცი გიორგის საინტერესო ისტორია, რომელმაც 1945 წლის 8 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დროშა ააფრიალა ბერლინში. ეს იყო ჯარისკაცი, რომელიც იყო შეყვარებული გერმანელ ქალზე, რომელსაც ერქვა ელიზაბეტი. გიორგი მუშაობდა ასევე ფოტოგრაფათაც. ძალიან საინტერესოა. შემდეგ ასე ვთქვათ შეუყვარდათ ერთმანეთი. როგორ გაიგეთ თქვენ ეს ამბავი ქალბატონო ირინა? როგორ აღმოაჩინეთ წარმოშობით ქართველი გვარად ქევხიშვილი ამ შუაგულ გერმანიაში? როგორ აღმოვაჩინე? ბატონი ჰეგე მოვიდა ჩვენთან, უბრალოდ ისე შემოვიდა და გთხოვა ქართული ღვინო. ძალიან გამიკვირდა და პირველი მისი შეკვეთა იყო 3-5. ამას რაღაცებს გერმანელები არ აკეთებენ. და ვკითხე, რატომ მიგაქვთ ეს 3-5 მეთქი და საიდან იცით თქვენ ქართული ღვინის საერთოდ არსებობა? აი მაშინ გავიცანი, მითხრა რომ ეს ბატონი არის ქართველი და მომიყვა მისი ისტორია და რა თქმა უნდა მე ძალიან დავუახლოვდით. ჩემი ფესვები თურმე საქართველოდან სოფელი კალაურიდან არის.
ქართული წარმომავლობის შესახებ 2012 წელს გავიგე, როცა დედა გარდამეცვალა. შემთხვევით ვიპოვე დედაჩემის და მამაჩემის ერთობლივი ფოტო, სადაც ეწერა მე ვარ შენი მამა. ვიცოდი რომ ჯარისკაცის შვილი ვიყავი, მაგრამ ქართველი თუ იყო მამაჩემი, ეს არ ვიცოდი. ფოტოზე რუსულად ეწერა, ამიტომ ერთ-ერთ გადაცემას ვთხოვე დახმარება. მათ ჩემი ისტორია ვუამბე და დავიწყეთ ერთად ძებნა. ამ გადაცემის მეშვეობით ვიპოვე ჩემი და-ძმა. ისინი მიყურებდნენ და გამომეხმაურდნენ. დიდი ხნის ძებნის შემდეგ გავიგე მამაჩემზე ყველაფერი. ახლა ვიცი, რომ მამაჩემი გიორგი ქევხიშვილი იყო, რომელიც დედაჩემს ელიზაბეთს ძალიან უყვარდა. ქალაური სოფელი. რა საინტერესოა, ესე იგი ამ სოფლიდან ყოფილა მამა თქვენი წარმოშობით მარინე, გიორგი, ალეკო, თინა, ქეთინო. დედმამიშვილების ფოტოს და მამის უკანასკნელ წერილს განსაკუთრებით ინახავს. როგორც თბილისში უამბეს, მას მამა სიცოცხლის ბოლომდე ეძებდა. ხშირად წერდა წერილებს წითელ ჯვარს და თხოვდა დაკარგული შვილის ადგილსამყოფელის დადგენას. ეს წერია, რომ პასუხი, რომელზეც თქვენ ვერ დამაკმაყოფილეთ, ვარ ძალიან გაღიზიანებული და ძალიან მოწყენილი. იმის გამო, რომ მე არაერთხელ მოვითხოვე ჩემი შვილის მოძებნის საკითხი გერმანიაში. ჩემი 75 წლის ასაკში ძალიან ძიმე არის რამეს მიაღწიო ან რამეს დაელოდო. მაგრამ კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგმართავთ თხოვნით დამეხმაროთ. შეიძლება იმიტომ დამეხმაროთ, რომ გამიგებთ როგორც მშობელ მამას. ივნისის 1945 წელს ბერლინში, ვაიზენზეში, ფელდმანშტრასე 4-ზე მე მუშაობდი როგორც საბჭოთა კომანდირი. ბერლინში, იქ სადაც მე კომანდირი ვიყავი, იყო პატარა ფერმა, რომელიც ეკუთვნოდა ვინმე ფერმერს ოტო შროდერს. მისი ცოლი ჰერნერი და მისი შვილი ერნა იყვნენ ჩემი მეუღლის, ჩემი შეყვარებულის ელიზაბეთის და მისი ძმის მეგობრები, რომლებიც შორი ახლოს ცხოვრობდნენ. მე არ მომცეს უფლება, როგორც საბჭოთა კავშირის კომანდირს, ოფიცერს, ჯარისკაცს ელიზაბეთთან ქორწინება. მინდოდა ელიზაბეთის საქართველოში ჩამოყვანა, მაგრამ ესეც შეუძლებელი იყო. 1946 წლის შეგვეძინა ბიჭი, ინგოლფ ალექს, რომელსაც ასე დავარქვით, 1946 წელს დაიბადა. ბოლო წერილი ელიზაბეთის მე საქართველოში მივიღე 15 აგვისტოს 1946 წელს. ელიზაბეთი მიყვებოდა, რომ ჩვენი პატარა ბიჭი ძალიან გაიზარდა, რომელიც მე არ მინახია და რომელიც ჩემს გულში ყოველთვის დღევანდელ დღემდე შემოინახა. საქართველოში პირველად 2016 წელს ჩავედი. მომეწონა ქართველი ხალხის ტემპერამენტი. ძალიან გამიხარდა ჩემი და-ძმის ნახვა. ისინი კარგად შემხვდნენ და ჩვენ დღემდე გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. ჩემი და მარინე უკვე სამჯერ იყო ჩემთან და კიდევ გამიხარდება თუ ჩამოვა. თქვენი გადაცემის მეშვეობით მოვიკითხავ ჩემს ქართულ ოჯახს. ვიცი, კარგად ხართ და უნდა იყოთ ჯანმრთელად. მე სულ გელოდებით აქ, გერმანიაში. გაუმარჯოს თქვენს ქართულ ფესვებს. შვაგულ გერმანიაში. გეორგიშე ვიცე. ამ სევდიანი ისტორიის მოსმენის შემდეგ ნამდვილად რთულია გააგრძელა მოგზაურობა, მაგრამ თანდათან ღამდებოდა ჩვენ კი ჩვენი თანაქალაქელი დავით ჭკვასელი თავის ქართულ რესტორანში გველოდებოდა. მოვედით ქართულ რესტორან პარადისში, რომელიც შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. რესტორნის მეპატრონე ჩვენი თანაქალაქელი დავით ჭკვასელია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ანცვიფრებს ქართული კერძების მრავალფეროვნებით აქ მოსულ გერმანელ სტუმრებს. და თუ გამარჯობა. როგორ ხარ? მათი რა. ხა? ელეცრონ, ხოშო.
შენ როგორ ხარ? კარგად, მოდი, მოგზანდი. გესტუმრეთ ბათუმიდან. ძალიან კარგი. ჩვენს ბათუმელს. როგორ ახარ? როგორ მიდის რესტორნის ამბები? კარგად, ხსის წყალობით კარგად. გესტუმრეთ ბათუმიდან, თქვენც ხართ ბათუმელი, რაც მთავარია და რაც ყველაზე მეტად გვახარებს ჩვენ ბათუმელებს. და მოდი გითხარი, რამდენი წელია რაც ცხოვრობ გერმანიაში? როგორია აქ ცხოვრება და როგორ შეადარებ ბათუმის სარესტორნო ამბავს და გერმანიის სარესტორნო ამბავს, ანუ ეს ბიზნესი რა არის საერთოდ და რით განსხვავდება? აი შენი დაკვირვებით, შენი გამოცდილებით რომ გვიამბო. ბოლოდან დავიწყებ საქართველოში რესტორანი არ მქონია, არ ვიცი როგორია, მაგრამ ვფიქრობ ალბათ ძალიან შრომატევადი და ძნელია ამის კეთება. ჩვენთან სხვანაირი მომხმარებელი ყავს რესტორანს. ჩვენ ძალიან დახვეწილი გემოვნების ხალხი ვართ და ვითხოვთ შესაბამისად რეცეპტორები უფრო სხვანაირი. კი, გემოების მეთომეტეს. რამდენი ხანია რაც პარადისი გაიხსნა და იდეა როგორ გაგიჩნდა რომ ქართული რესტორანი გაგეკეთებინა აქ? მოდი ესე ვიტყვი რომ გასაგები იყოს პარადისი რატო ქვია ამ რესტორანს. ეს რესტორანი არის ისტორიული რესტორანი. ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს და მისი სახელის შეცვლა არ შეიძლება. ძალიან მინდოდა რომ ასოცირებული ყოფილიყო ჩვენს ქვეყანასთან, მაგრამ არ შეიძლება, ხო, ვინც არის მე პატრონი, ამის საშუალებას არ იძლევა. თვითონ რესტორანი არის აი როგორ იცი, ჩვენთან რო დაწყებული იქიდან რო ლენინის გორა იყო, ხო? სპუტონიკი რესტორანი. ბათუმ გორა. ხო. აი დაახლოებით ამ ტიპის რესტორანია. და თაობებია გაზრდილი რა. და ეგ იყო სანამ მე ავიღებდი, რაღაცა პირველი წლები, ალბათ 1-5-7 წელი იყო გერმანული რესტორანი და მე სულ ბერძნების რესტორანია. თქვენი მეუღლე ერთ რესტორანს მართავს მიმინოს, რომელიც მართლაც ძალიან წარმატებულია და ჩვენ ვიყავით ამ რესტორანში და ვნახეთ თუ როგორი ქართული სული სუფევს. თუმცა ამ რესტორანს უფრო გამოვარჩევდი, რაღაცნაირად უფრო შვიდი გარემოა. არის რა თქმა უნდა ქართული ელემენტები. ეს ჩემ ხასიათს იმაში. აი ხო. ის რესტორანი ირინა, ეს დათო. დრო ჭირდება, უფრო მინდა რომ იყოს შემეცნებითი. სხვადასხვა ისიც სხვანაირად აჩვენებს ქართულ კულტურას. კი. სხვადასხვა ერთ-ერთი სტუმარი გვეუბნებოდა რომ როცა მინდა მე ვაჩვენო ჩემს გერმანელ მეგობრებს თუ საიდან ვარ და რა კულტურა გამაჩნია, ყოველთვის მომყავს მიმინოში. და ეს იყო ძალიან კარგი პასუხი. კი, სადმე თუ შეიძლება ქართულად გაერთო და დრო გაატარო, ეს მიმინოში თამამად შეგიძლია გააკეთო, რასაც მე პარადიზზე ვერ ვიტყვი. პარადიზში შეგიძლია მოხვიდე. გემრიელად ივახშმო, გემრიელი ქართულ კერძები მიირთვა. ჯაზის თუმცა დაბრუნდე ისევ სახლში. მაგრამ გემრიელი ქართული ღვინო მიირთვა, ქართული კონიაკი, ჭაჭა. უფრო სეზონური რესტორანია. როგორც ჩვენთან აი ბათუმში სეზონური რესტორანია. უმრავლესობა ეკრია. დაახლოებით ეგეთია რა. მე გეტყვი ხა ჩვენი ბათუმის ადრესს. აბა. ესეთი ლამაზი ქალაქი გადაჭარბების გარეშე. ესეთი შინაარსიანი ქალაქი არ შემხვედრია, არ ვიცი. არაერთ კურორტზე ვყოფილ ვარ. ეგეთი განლაგება, ეგეთი სწორი გამართული ბიზნესი, საზღვაო ბიზნესი, ტურისტული ბიზნესი. ძალიან იშვიათობაა შედარებას რო ვახდენ, რაც უბრალოდ რო გადის და ეთქობა შედარებას რო აკეთებენ ესენ იტალია, საფრანგეთი, ანუ ახლომდებარე კურორტები ყველაფერი მეტი დატვირთვა მოდის საქართველოსზე, როცა გებულობენ ჩვენი ქვეყნის გემოს, ანუ სამზარეულოს გემოს, კულტურის გემოს, ყველაფერს როცა ხედავენ ეს შერწყმულს, რაღაცნაირად სხვანაირად დახვეწილიანად ეს ყველაფერი. კი, ნამდვილად და გაუმართოს. ჩვენს ძალიან მენატრება, შეიძლება რაღაცა ისე ვლაპარაკო, ალბათ ყველაფერი ჩემს მონატრებას დავაბრალოთ. სანამ დაგემშვიდობები და სანამ შენ ჩამოხვალ მოკლედ ჩვენს ბათუმში ხანგრძლივი პერიოდით, მანამდე მინდა რომ საჩუქრები ჩამოგიტანე და გადმოგცე.
ეს არის უგემრიელესი ჩურჩხელა, რომელიც ერთმა აუ შენ არ იცი ეგ რა მოამზადა და ძალიან გემრიელია. სახელდახელოდ ჩვენთვის არის დამზადებული. ვისი გაკეთებულია? ნინოს მშრალი ხილი, ასე ქვია. აჭარული კერძები. ყველა რეცეპტია აქ წარმოდგენილი, რომელიც აუ ნათი გადააქვს, ვინ გააკეთა? ეს არის ჩვენი ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული ძალიან კარგი წიგნია მართლა და ვფიქრობ რომ სარესტორნო საქმეში ვინც მუშაობს იმისთვის არის იდეალური ეს კიდევ ჩვენგან დათო კალენდარი ჩვენი ტელევიზიის რო არ დაგავიწყდეთ ნათი ძალიან დიდი და მადლობა საქართველოს დროშა მინდა გაჩუქო რომელიც მე ვიმჯერა რომ დაამშვენებს შენს რესტორანში კი აუცილებლად ატმოსფეროს სტუმარმა უნდა იცოდეს ციგნმა აქ რაღაცა ისტორიებიც ახლავს ამას ყველაფერი არის და უფრო მეც ჩამოგიტან შემდეგ ჩამოთვალზე. არა, კარგია. ბაქუავა რაღაცა. აი შენ. ნახე. ენაც ვარ რა. საინტერესო ინტერვიუს შემდეგ სამზარეულოში გადავინაცვლეთ, სადაც ექსკლუზიურად ჩვენი გადაცემისთვის ბატონმა დავითმა თავისი რესტორნის ერთ-ერთი გამორჩეული კერძი მოგვიმზადა. ვიმყოფებით გერმანიაში, ულმში, ერთ-ერთ ძალიან კარგ და ლამაზ რესტორანში, ქართულ რესტორანში, პარადისში, სადაც დღეს უნდა მოვამზადოთ ამ რესტორანში ყველაზე პოპულარული კერძი, ოჯახური, რომელსაც დღეს სპეციალურად ჩვენთვის რესტორნის მეპატრონე დავითი მოამზადებს და ჩვენც რა თქმა უნდა დავეხმარებით. დათო, მადლობა პირველ რიგში რომ დაგვთანხმდი ამ საინტერესო ექსპერიმენტისთვის და აქვე გვითხარი რა ინგრედიენტები სჭირდება ოჯახურს და როგორია თქვენი რეცეპტი რომ გაგვიმხილოთ. სასწავლო ამბავს გეტყვი რა. ეს ყველაფერი ყველა მიცის ადვილად კადრში გამოჩნდება ბულგარული ხახვი ბულგარული ხახვი, ქათმის ხორცი, კარტოფილი, რა თქმა უნდა, ზეთი, კარაქი, ყვავილი და აქ იყიდება, ანუ რაც საინტერესოა იმას გეუბნები, აქ იყიდება ეგეთ ტიპის სუნელი რა. რომელიც მოდი აბა შენ თვითონ თქვი რომელ ჩვენ სუნელს გავს. ყველაფერს ერთად, ხო? კი, აი ვიგრძელი. სვანური, მარილის ამბავია რა. და რატოა ეგეთი მსგავსი ახე სუნელი ისე თემა, მაგრამ ძალიან უხდება ჩვენს ოჯახურს. ეს ხდის მას ძალიან გემრიელს, ანუ იკრება, კრავს ამ გემოებს რა. ყველაფერს. ეხლა დავიწყოთ ჩვენ მომზადება. დავიწყოთ, აბა მე აქვე გვაქვს დაჭრილი ცოტა ხახვი და ბულგარული, მე მაინც დავჭრი და შენ დანარჩენს უკვე შეგიძლია ღუმელზე მოათავსო. ნუ თუ შემიძლია მაშინ დაიწყე. ეხლა ნათი ვასრულებთ კერძს. აუცილებლად შენ მომიყარი ამაზე მე მწვანილი კიდე ცოტა ოდენობით. მერე ისევ პაპრიკა. ესე. და ამის გარეშე არ შეიძლება რა. როწეული. კი, აი შენ მოაყარე რა. აი ესე მოაყარე. მოკლედ ისეთი კარგი რეცეპტით მოვდივარ საქართველოში, რომ მგონი მართლა
სულ თქვენი რესტორნის ოჯახურს მომამზადებ ოჯახშიც. ძალიან კარგი სიზა. ასეთი მადის აღმსვრელი ოჯახური გამოგვივიდა გერმანიაში, ულმში, სადაც მდებარეობს ჩვენი ქართული რესტორანი პარადისი, ასე რომ თუ თქვენ მოხვდებით ამ ლამაზ ქალაქში, იცოდეთ რომ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ეს ძალიან კარგი რესტორანი პარადისი და აქ ჩვენი ბათუმელი დავითი სიხარულით გიმასპინძლებთ. უცხო მიწასა მაინც სხვა გემოაქვს ქართული. მაგრამ ჩვენებური. ჩვენებურია. დღის ბოლოს რესტორანში ოჯახი ისევ ერთად იკრიბება. ბატონი დავითი და ქალბატონი ირინა მუდამ ცდილობენ ქალიშვილებს და შვილიშვილებს ქართული კულტურის შესახებ უფრო მეტი უამბონ და ისინი სარესტორნო საქმიანობაში აქტიურად ჩართონ. სოფო, მე როგორც ვიცი, შენ ძალიან პატარა იყავი, რომ გერმანიაში გადმოხვედი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად. როგორ შეძელი გარემოსთან ადაპტირება, შემდეგ ენის ბარიერი იყო და დღეს უკვე მშვენივრად საუბრობ ქართულად. არ დაგავიწყდა მიუხედავად წლების გასვლისა. მე ვიყავი 6 წლის რო ჩამოვედი გერმანიაში ჩემს ოჯახთან ერთად, რა თქმა უნდა თავიდან ძალიან გამიჭირდა ენის სწავლა და ქართული ენის შენარჩუნება. ესეთი პატარა რო ხარ, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილი არ არის. და ამაში დამეხმარა ჩემი ოჯახი, დედა ჩემი განსაკუთრებით, რომ ეს ტრადიციები, ენა, ყველაფერი ოჯახში შევინარჩუნეთ და აი დღემდეც ვინარჩუნებთ, როგორც შეგვიძლია. პირველ რიგში გერმანია და გერმანელები იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან პუნქტუალური ხალხია, ძალიან უყვართ თავის საქმე, კანონებს იცავენ ძალიან და ანუ მეც რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ვისწავლე. მაგრამ მეორე მხარეს არიან ცოტა ცივი ხალხია. და აი ეს მიყვარს ჩემ ქართველებში და ჩემ ჩვენ უფრო თბილი ხალხი ვართ. უფრო თბილი, უფრო სტუმარმოყვარი, უფრო ანუ სუფრევი, ერთად ყოფნა ძალიან გვიყვარს, სიმღერა, ყველაფერი ძალიან გვიყვარს და აი ეს ორივე რაღაცნაირად დაამბალანსა და დიახ. და ამიტომაც შეძელით ამ სფეროში ასე კარგად თავის დამკვიდრება, რომ ეს ცეკვაც, სიმღერაც, სამზარეულოც გიყვართ და ვცდილობთ ახლა რომ გააცნოთ აქაურებს, უკვე წლებია ასე გრძელდება და დარწმუნებული ვარ სამომავლოთაც ძალიან ბევრი გეგმა გაქვს. ჩვენი ქართული რესტორნებით გავაცანით გერმანელებს ჩვენი საქართველო, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი უგემრიელესი სამზარეულო და ამითი ძალიან ვამაყობ. გაუმარჯოს თქვენს ამ პატარა ქართულ ბუდეს გაუმარჯოს. ულმში, გერმანიაში ამ ისტორიულ და ძალიან ასე ვთქვათ, დიდი ისტორიის და მრავალი საუკუნის ქალაქში, მე როგორც ვიცი, საიმპერატორო ქალაქია ულმი და შემთხვევით არაფერი არ ხდება. მოკლედ, ნათი, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა. ამ ხელა 4000 კილომეტრი გამოიარე, რომ ჩვენი ოჯახი გაგეცნო. ძალიან კარგი ადამიანი ხარ, შეგამჩნიეთ და კიდევ გელოდებით. მადლობელი ვარ ჩვენ, რა ვიცი, ვამაყობთ იმითი, რომ გვაქვს პატარა საქართველო, პატარა საელჩო, ვამაყობთ იმითი, რომ გერმანელებს კარგი მხრიდან გავაცანით ჩვენი ქვეყანა, სულ ვიცინი ხოლმე და ვამბობ, თუ გერმანელებმა გააკეთეს მერსედესი, ჩვენ შევქმნით საოცარი სტუმართმოყვარეობა და ღვინის არაჩვეულებრივი სახეობები. ამიტომ ჩვენც ძალიან დიდი ამაყი ხალხი ვართ და ნამდვილად არავის არ ჩამოურჩევით. ყველაფრის გაკეთება შეიძლება თუ ამის სურვილი იქნება. და ეს სურვილი რო გაჩნდეს, ამისთვის საჭიროა, რომ აი ესეთი პროგრამები, ესეთი პროექტები არსებობდეს, როგორცაც შენ აკეთებ. მე მინდა რომ
წარმატებები გისურვო. მინდა რომ ყველაფერი მაგრად გამოგივიდეს და გამოგდის კიდევაც. გადავხედე მე შენს YouTube გვერდს, გადავხედე რაღაცებს და კარგად გამოგდის ნამდვილად და ესე გააგრძელე. გაიხარე, მადლობა თქვენ ყველაფრისთვის, ძალიან შეგვიყვარდით და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდებით. აუცილებლად ხან ჩვენთან, ხან ისევ ჩვენს ქალაქში. აუცილებლად. ასეთი იყო ჩვენი მოგზაურობა გერმანიაში, ვფიქრობ, ბევრი საინტერესო ადამიანი გაგაცანით. ვნახეთ ევროპული სოფლის ელემენტები და რაც მთავარია შევხვდით არაჩვეულებრივ ქართველებს, რომლებიც მიუხედავად სიშორისა, ბევრი დაბრკოლებისა, ცდილობენ ჩვენი პატარა ქვეყანა და ჩვენი პატარა ქვეყნის ისტორია და კულტურა გააცნონ გერმანელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ ცხოვრობს და სიახლეს ეძიება. მადლობა მათ და მადლობა ყველა იმ ქართველს, ვინც ევროპაში ცხოვრობს და ევროპული ღირებულებების პარალელურად ცდილობს ქართული ღირებულებებით იცხოვროს.